სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვადა გასული უხარისხო ფალსიფიცირებული პესტიციდების სარეალიზაციო ქსელში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით მიზნობრივი პროგრამის განხორციელება დაიწყეს. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ლაბორატორიული კვლევის წარმოება ტენდერში გამარჯვებულ ფირმა Multitest-ს აეკისრა. შპს-ის წარმომადგენლები შემოწმებას პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით მოვაჭრა აჭარის მასშტაბით 21-ვე რეგისტრირებულ მაღაზიაში აწარმოებენ. მოსახლეობას სურვილისა და შეძენილ პროდუქტზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში შეიძლება მიმართოს შესაბამის კომისიას, რომელიც ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დაადგენს პროდუქციის ვარგისიანობის ხარისხს. პროგრამას დადებითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გიორგი სურმანიძის თქმით, ეს უხარისხო პროდუქციის გავრცელების გარდა მოსახლეობის უმიზნო დანახარჯებსაც შეამცირებს. პროგრამის განსახორციელებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 12,000 ლარი გამოიყო. გასულ წლებში ფერმერებს ჰქონდათ გარკვეული პრეტენზიები შხამქიმიკატებთან დაკავშირებით, მინერალურ სასუქროებთან დაკავშირებით, მათ შემცველობის შესახებ, მათი ვარგისიანობის შესახებ და გამომდინარე აქედან სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ გააკეთოს ასეთი პროგრამა, რომელიც ისახავს მიზნად ქიმიური პრეპარატების, შხამქიმიკატების უпроსწორად და მინერალური სასუქების შემცველობის, მათი ვარგისიანობის შესწავლას. თანამშრომლები, რომლებიც დაკავებული იქნებიან ამ შემოწმებაზე, ერთად გავალთ იმ სავაჭრო ობიექტებზე, სადაც ხდება რეალიზაცია აქ არსებული პესტიციდების და აგროქიმიკატებისა, რომელიც შემდგომ გადაიგზავნება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Multitest-ში, სადაც მოხდება ანალიზის ჩატარება და შემდეგ უკვე მოხდება ამის ანალიზი, რამდენად შეესაბამება ის პრეპარატები, იმ პრეპარატული ფორმის პროცენტები, რაც აწერია დაუშვა და რაც რეალიზაციაში არის. ჩატარდება კვლევა და ჩვენ მივიღებთ ზუსტ ინფორმაციას, არის თუ არა ისა თუ ის პრეპარატი სოფლის მეურნეობის სფეროში გამოსაყენებელი თუ სასუქი შესაბამისი მის სახელწოდებასთან და ხარისხთან. აღნიშნული ფაქტი მოგცემს საშუალებას უფრო ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა და ნაკლები დანახარჯებისა. რამე თუ სასუქი, რომელიც არ შეიცავს იმ ელემენტებს, რაც გარეგანზე აწერია, ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას უკეთესი წარმოებისთვის და შესაბამისად ჩვენ ვიხარჯებით, მაგრამ არ ვღებულობთ იმ ეფექტს, რაც უნდა მივიღოთ.